მოგესალმებით ზვირფასო მაყურებლებო, ქართველთა დიდი გაერთიანების სტუდიიდან ვიწყებთ პირდაპირ ეთერს. დღეს სტუმართან ერთად ვარ და იმედი მაქვს ძალიან კარგი ეთერი გამოგვივა. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება ახალგაზრდა ნიჭიერი პოეტი გიორგი მირაზანაშვილი. მე ამ ადამიანს პირველად შევხვდი დღეს სოციალურ ქსელში მხდებოდა მისი ლექსები, როგორც ტექსტური სახით, ისე ჩანაწერები და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს დღეს. გიორგი, გამარჯობა და რომ მოუყვეთ ცოტა შენს შესახებ მაყურებელს და რომ მომიყვე მეც, იმიტომ რომ ბევრი არაფერი არ ვიცი შენზე. პირველ რიგში მოგესალმებით. მადლობა იმ შესაძლებლობისთვის, რომ გამიზიარე შენი მაგიდა დღეს. წარმატებებს უსურვებ თქვენს ტელევიზიას და მივესალმები ასევე თქვენს მაყურებელს. მასაყოლი არ ვიცი, რამდენად ბევრი მაქვს ჯერ პირველ ნაბიჯებს დგომ ლიტერატურაში, დიდი ენთუზიაზმით ვარ, თუმცა აქ ნიჭი არის ხოლმე მთავარი და ვნახოთ როგორ გამოვლინდება. 23 წლის ვარ, ფილოლოგიის სტუდენტი, ვცდილობ ლიტერატურას რაღაც შევძინო, ან ჩემი ტექსტებით, ან რომელიმე ჩრდილში დარჩენილი დიდი მწერლის გამოჩენით. ძალიან კარგი. გიორგი, როდის დაიწყე ლექსების წერა და ვინ მოახდინა შენზე გავლენა? საინტერესოა. ალბათ როცა ადამიანი ლექსის წერას იწყებს, ეს დაბადებიდან დახვდება ხოლმე რაღაცნაირად, უბრალოდ პერიოდი ჭირდება, რომ მიაგნო იმას, მიხვიდე იქამდე. მე ასე ლექსების წერა 2021 წელს დავიწყე ოფიციალურად, რა ვთქვათ, მაგრამ ყოველთვის მქონდა ხოლმე მიდრეკილება პოეზიისადმი, სულ სხვა ემოცია შემოჰქონდა ხოლმე ჩემთვის და მეტყველებს ისიც, რომ თუნდაც 8 წლის თუ 9 წლის ასაკში ზეპირად ვიცოდი, ვეფხვი და მოყმე, ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი. ძალიან კარგი და ამ ლექსებს როცა წერ, აქ ქვეყნებს სადმე გააქვს წიგნები თუ როგორ არის? რამდენიმე ადგილას დაიბეჭდა უკვე ჩემი ლექსები. პირველად დავიბეჭდე 2024 წელს გორის წერალთა სახლის ჟურნალია მწიგნობარი, 5 ლექსი დაიბეჭდა. შემდეგ ისე წერალთა სახლის ინიციატივით გამოვიდა გორი ქართულ პოეზიაში და იქაც ხვდა პატივი დაბეჭდისა, ჩემი ლექსი დაიბეჭდა გორზე და სულ 3-4 დღის წინ ჩემი მესამე პუბლიკაცია იყო ჟურნალ ხორნაბუჩში, სადაც 10-მდე ლექსი დაიბეჭდა ჩემი. ჯერ დიდად არ ვარ ასე აქტიურად გამოსული. როგორ არა, წარმატებული ხარ უკვე ამ ასაკში, ამდენი ლექსი, ამდენი გამოქვეყნება უკვე კარგია. ხო არ გიფიქრია, რომ საკუთარი წიგნი გამოსცე, ან უფრო დიდი პოემა დაწერო შექმნა, თუ ეს როგორ ხდება? არ ვიცი, როგორ წერს სხვა ადამიანი, როგორ წერენ, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი ექსპრომტად ხდება, არასდროს არ მიმაქვს კალამი და ფურცელი მაგიდასთან იმისთვის, რომ დავიწყე და ლექსის წერა დავიწყო, ეს სრულიად არსაიდან მოდის ხოლმე და ესე არსად მიდის, როდესაც ვამთავრებ ლექსის წერას. კრებულს რაც შეეხება, ალბათ მოვა დრო, რომ გამოვცე, ან ოდესღაც შეიძლება ვიღაცამ გამოვცეს. ჯერ მაინც ორიენტირებული ვარ იმაზე, რომ უფრო მეტად დავიხვეწო, იმიტომ რომ კარგად მოგეხსენებათ ჩვენ იმხელა წარსული გვაქვს ლიტერატურული, თუ შენს მაისურსაც შევხედავთ, ეს ბევრს ამბობს. მის შემდეგ მე-20 საუკუნეში ერთად ოქროს ხანა იყო პოეზიისა, დაიბადა გალაქტიონი, იქამდე შოთა რუსთაველი და მგონი ისედაც ბევრი წიგნი იბეჭდება, ისეთ რომელიც არ უნდა იბეჭდებოდეს და არ მინდა ჩემიც ერთ-ერთი მათგანი იყოს. მინდა როცა დაუბეჭდავ, თუ ეს დღე დადგება, საპატიო ადგილი დაიკავოს ამა თუ იმ ლიტერატურულ წრეში. მაგ თემებს მივადგებით აუცილებლად. მანამდე გამოგჩა მგონი ერთი კითხვა, რომელმა მწერალმა პოეტმა მოახდინა შენზე დიდი გავლენა? საერთოდ დიდი ხალხის გავლენით ხდება ხოლმე გამბები ხშირად. რა თქმა უნდა. გავლენები რო არ არსებობდეს, ალბათ ბევრი ძალიან ნიჭიერი პოეტი დაგვეკარგებოდა. ალბათ მცირედი გავლენა ყველა ადამიანს აქვს, ვინც წერს გალაქტიონისა, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველაფერი მოიცვა მისმა პოეზიამ,
რა უნდა იყოს გადაგვიტანოს რომ დაწერილი არ ქონდეს. შემდეგ მე-20 საუკუნეში ოთარ ჭილაძემ ისეთი მეტაფორები და ტექსტები შემოგვაშველა რომ ძალიან დიდი საშუალება მისცა წერლებს სამყაროს უფრო სხვანაირად დანახვისა და უფრო შეუზღუდა საჭიერი პოეზიისა ცოტა დატოვა სათქმელი ძალიან. თუმცა უშუალოდ ჩემთვის გავლენას თუ დავარქმევთ, არ ვიცი, ხო, ალბათ გავლენა არის. არჩილ ფირცხალავა მიქონია ჩემზე დიდი გავლენა ამ ჩრდილში დარჩენილმა პოეტმა სამწუხაროდ, რომელიც მხოლოდ ძირითადად რატომ არის ჩრდილში დარჩენილი? საქმეც მაგაშია, ძირითადად მხოლოდ იმ ხალხმა იცის ეს კაცი, ვინც თავიდან ბოლომდე პოეზიაში არის გადავარდნილი. რომ გავიდეს და გარეთ ვიკითხოთ, ვინა არჩილ ფირცხალავა, შეიძლება ვერაფერი ვერ გითხრათ. ანუ ეს მაინტერესებს, რომ ეს ჩრდილში ყოფნა თვითონ არჩია თუ უბრალოდ არაფასებდნენ ესე ფიქრობ? არა, იყო მომენტები, როდესაც უნდოდა რომ გამოჩენილიყო, მაგრამ ალბათ იმ დროს მისთვის ხელსაყრელი სიტუაცია ვერ შეიქმნა, ვერ მოაწონა ვინმეს თავი არა და ერთ სტრიქონს წამოვიშველებ. კი ბატონო. ასეთი ვაი თუ ჩემო თბილისის ქუჩებმა მამა გაქცეული ბავშვით მოიწყინა. ამას ყოველი მეორე ვერ დაწერს. საოცარი სიტყვებია ნამდვილად. ძალიან კარგი პოეტი იყო და მე აქტიურად ვეწევი ამ კაცის პოპულარიზაციას. ასევე გიორგი მახარობლიძის ჩვენი გორელი პოეტის, რომელიც 2017 წლიდან ზეციურ საქართველოში გარდასახდა. დაიღუპა ახალგაზრდულ ასაკში. 60 წლის იყო დაახლოებით. არა დიდი ასაკი. ასევე მე მინდა ჩვენს მაყურებელს უთხრა რომ ასეთი ნიჭიერი კაცი მეც დღეს გავიცანი პირველად ვხედავ გიორგი არ არის ჩვენი გაერთიანების წევრი ვიმედოვნებ რომ ჯერ არ არის მე შევთავაზე და მოიფიქრებს ჩვენს გაერთიანებას ახალგაზრდული ეთერებიდან ისედაც საკმარისად ნიჭიერი და კარგი ახალგაზრდები ემატებიან და ამით ძალიან მოხარული ვარ, მიხარია ქართველთა ერთობა მნიშვნელობა არ აქვს ამას რა ასაკის ადამიანი იქნება, ქართველთა დიდი გაერთიანება იმისთვის დაარსდა რომ საღმა ქართველებმა ვიპოვოთ ერთმანეთი, ვიზრუნოთ ქვეყანაზე და ყველამ ჩვენი მცირედი წვრილი შევიტანოთ ქვეყნის აღმშენებლობაში. კარგი გიორგი შენზე გავლენა შენ შესახებ ლექსის წერა როგორ ხდება? აი ფანტასტიკური ლექსები გაქვს აუცილებლად გადაცემის ბოლოს წაგაკითხებ ერთ ლექსს თუ პრობლემა არ იქნება მაგრამ აი როგორ თავისით მოდი სპეციალურად დაჯდები თუ როგორ ხდება თუ გონი სწორად დავსვი კითხო ხო მიმიხვდი თუ არ მიწყენ ერთ შესწორებას შევიტან დიახ არ არის ფანტასტიკური ლექსებს გადაგდიონე წერდა მე რაღაცებს წერდა გამომდის ალბათ დასაწყისშიც ვისაუბრებ ბევრჯერ თავიდან როცა ლექსის წერა დავიწყე მოგეხსენებათ ადამიანმა რაც უფრო ცოტა იცის თulis რომ ძალიან ცოტა რაღაც არსებობს დედამიწაზე და შესაბამისად ყველაფრის ცოდნა გონია თავი და თვლიდი მაშინ ჯერ 19 წლის ვიყავი მიმაჩნდა რომ ძალიან კარგი პოეტიც ვიყავი შეიძლება გენიალურიც სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ და თვლიდი რომ პოეტმა ყოველდღე უნდა წეროს ყოველთვის რაღაც დავიჭერდი კალამს ფურცელს ხან ტელეფონის საშუალებით და ჩემ დაუნებურად არ მეწერებოდა რატომღაც რაიტიციანს აქვს ძალიან კარგად ნათქვამი ლექსმე ვეძახი მოვარნილ მეწყერს მართლაც ასე მეწყერივით მოვარდება ხოლმე და უცბად დაიწერება თითქოს ზემოდან კარნახობს უფალ და შენ უბრალოდ ხელს ამოძრავებ ხანდახან გაფიქრებოდაც ვერ ასწრებ ისე იწერება ლექსები შეიძლება არიან ადამიანები რომლებიც წერენ ისე რომ დაგეგმილიათ მაგრამ მე ძალიან მომწონს ჩვენი ასევე გორელი პოეტის ლიტერატურათმცოდნის გიორგი ხორბალაძის სიტყვები რადგან არ გეწერება არ დაწერო იმაზე მეგობრებო არ მჯერა დაგეგმილი ლექსების სულში თუ შემოგაწვა პოეტური სინაძე ესე იგი არ გიდგას დრო წიგნების შევსების
და მართლაც ასეა. შეიძლება როგორც შემდეგ ამობს საყელო გაუსწორო, ასე შეაკოტიწო, მაგრამ ლექსის გული უცვლელი უნდა დარჩეს რა, იმიტომ რომ რაღაც არ მახსოვს ვინ ამბობს ღმერთმა თუ ხელი არ შეგახო, ისე ლექსს ვერ დაწერო და გონი მართალი უნდა იყოს. კარგი, ლექსები გასაგებია, მაგრამ თანამედროვე ლიტერატურა თუ მოგწონს, თანამედროვე პოეტები თუ მოგწონს, გნებავს ქართული თქვი, გნებავს უცხოური. მოდი ასე გავყოთ, ჯერ ქართული, შემდეგ უცხოურის. თუ კითხულობ თანამედროვე ლიტერატურას, თანამედროვე პოეზიას. და პროზას, პოეზიას, მაგრამ ძირითადად უფრო პოეზიას ვკითხულობ ხოლმე მე თანამედროვეს თან ქართულს. უცხოური პოეზია ჩემთვის ჯერჯერობით შეჩერდა ლორკასთან. 21 საუკუნეზე არ გადმოსულა თანამედროვე პოეზიის. თუმცა საქართველოში ბევრი ძალიან კარგი პოეტი ყავს, მით უფრო ჩვენი თანამედროვეები არიან დიდებული პოეტები, რომლებიც 19-20 საუკუნეში დაიწყეს მოღვაწეობა, ჯემალინჯია, ბათუ დანელია, ვახტანგ ლონტი ძალიან კარგი პოეტი, ასევე ძალიან კარგები არიან განსხვავებული სტილით ვახტანგ ჯავახაძე და ტარიელ ჭანტურია და მათ მიღმა ახალგაზრდები მასთან შედარებით ძალიან კარგი პოეტები არიან, ზოგს პირადად უცნობ, ზოგს სოციალური ქსელიდან და ვსწავლობ მათგან, იმიტომ რომ ძალიან კარგად აქვთ როგორც რითმის გრძნობა, ასევე იდეალურად იგრძნობა სიწრფელე მათ ტექსტებში და შეიძლება საზღვარგარეთულ ლიტერატურაზე იმდენი ვერ თქვა, როგორც კუთხეების მიხედვით, სამეგრელოში როგორი პოეტები არიან აჭარაში, ქართლში და ასე. კაი, როგორი პოეტები არიან? შეგვიძლია გავაუყოთ რამდენიმე მაგალითად სამეგრელოს პირადად ჩემთვის გამორჩეული მარგალიტი ყავს, ახალგაზრდა არის 40 წლამდე, გიორგი გულუა, რომელსაც თითქმის ყოველდღე ვკითხულობ. მის ტექსტებში დიდი პატრიოტიზმი იგრძნობა, სიყვარული, სევდა, ყველაფერი რაც პოეზიაში სჭირდება. აჭარას გენრი დოლიძე, როინ აბუსელიძე, სულხან წულუკიძე ყავს ძალიან კარგი პოეტები. ყოველდღე ვკითხულობ მათ შემოქმედებას. შვენიერია. ქართულში ზეინებ მეტრეველი ყავს. ანუ არიან თანამედროვე საქართველოს რეალობაში კარგი პოეტები. კი, უბრალოდ რატომღაც მართლა ასე არის ადამიანი და გარდაიცვალას რომ დაფასდნენ. საქართველოში ეგრე არის. ყველან არ ვიცი როგორ არის და საქართველოში ასეა. კარგი, პატრიოტიზმის თემასაც შევეხოთ, გიორგი. როგორც ვიცი, ძალიან პატრიოტი ხარ და შენს ნაწარმოებებშიც ხშირად ამ თემას ეხები და როგორ დამოკიდებულება გაქვს ამ პატრიოტიზმთან? ჩემთვის სამშობლო კარგად აიხსნება, სამი მშობელი ყავს, დედა, მამა და მიწა, სადაც გავჩნის და ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ის ვალი გადავიხადოთ, რასაც სიყვარული ჰქვია, თავდადება სამშობლოსთვის და თავდადებაში არ გულისხმობ იმას, რომ შეიძლება საკუთარი თავი საერთოდ უკან გადადო, მაგრამ შეგიძლია შენ პირობითად ვიძახი იფიქრო კარიერაზე, მაგრამ სამშობლო აუცილებელია. ყოველთვის დიდი ადგილი უნდა მიანიჭო ადამიანმა გულში სამშობლო. ყველაზე მეტად მიჭირს ხომ ამაზე საუბარი, არ და რა ადვილია რა, რეალურად, მაგრამ როცა გრძნობ, უფრო სხვანაირად აღიქვამს ალბათ ყველაფერს და დღევანდელ ახალგაზრდობას, რადგან ახალგაზრდული გადაცემა გვაქვს, როგორ ფიქრობ, რამდენად არის პატრიოტული განწყობები დღევანდელ ახალგაზრდობაში? რთული საკითხია ახალგაზრდობას როგორც იტყვია ხოლმე ყველას ერთ ქვაბში ვერ ჩავსვამთ და ვერ მომხარშავთ. არიან ადამიანები, რომლებიც ულამთებულნი არიან საკუთარი ქვეყნისთვის, არიან ადამიანები, რომლებსაც დიდად არ ანაღულებთ და საკუთარ სიამოვნებაზე არიან მხოლოდ ორიენტირებულნი და ასე შემდეგ. ვფიქრობ, ყველა დროს ყავს როგორც გმირები, ასევე მოღალატეები და ეს ნორმალურია. თუ ჩვენ იდეაში არ გვეცოდინება რა არის ბოროტება, სიკეთის ფასს ვერ გავიგებთ. რა თქმა უნდა. ასე არიან ალბათ ახალგაზრდებიც, რომლებიც ჩვენ გაგვახარებენ და რომლებიც გვაწყენინებენ. ბუნებრივია, რა თქმა უნდა. კარგია, მიყვარს
მიყვარს ლიტერატურაზე საუბარი, მით უმეტეს ასეთ ახალგაზრდასთან ერთად, როცა ბატონმა დავით ჭაბუკაშვილმა და ბატონმა გიგლა გობეჩიამ შემომთავაზეს და დამავალეს ასეთი გადაცემის წაყვანა, მე მათ პირდაპირ ვუთხარი, რომ რაზე უნდა ვისაუბრო, რაც გამოგდისო და რაც გამომდის ლიტერატურაა, თუმცა ვფიქრობ შესანიშნავად მიმოვიხილავთ ხოლმე შეძლების დაგვარად რისი შესაძლებლობაც არის შექმნილ მდგომარეობას, პოზიციაც დაფიქსირებული გვაქვს გარკვეულ საკითხებზე და სულ პესიმისტურ თემებზე დიდი ბოდიშის მოხდით და არ მსურს საუბარი. ჩემი მიზანი არის, რომ საზოგადოებას გავაცნო შესანიშნავი ახალგაზრდები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში რეალურად ცხოვრობენ და არ აქვს მნიშვნელობა იქნებიან ისინი ჩვენი გაერთიანების წევრები თუ არ იქნებიან, ამის მიუხედავად ჩვენ აგერ ვიწვევთ სტუდიაში, თქვენ გეთმობათ სტუდია იმისათვის, რომ ესაუბროთ ხალხს. ჩვენ მართალია ჯერ არ გვაქვს ტელევიზია, თუმცა არაერთხელ აღვნიშნე, რომ შესანიშნავი სტუდია მოვაწყვეთ, შეძლების დაგვარად, რისი საშუალებაც არის და აისახება ის ნახვები, რომლებიც გვაქვს რამოდენიმე ათასეული ნახვას დებს ყოველი გადაცემა და ხალხს რეალურად მოსწონს ეს ეთერები. ხო, კარგი სტუდია გვაქვს რა. თავს გადავნებთ. პირველ ვიდეოზე ვიყურებ ხოლმე? პირველ ვიდეოზე დაგიკომენტარე ლაივ ჩაწერაზე ასე რომ ძალიან კარგი. ჩემი და დავით ჭაბუკაშვილის? არა, შენ და გიორგისი იყო. გიორგი როცა მყავდა ახალგაზრდა. შენ მონოლოგი ორი დადეხოთ? კი, ორი მონოლოგის რეჟიმი. და კიდევ წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა გიორგი. სხვათა შორის სოციალურ ქსელში მეკონტაქტებიან ხოლმე კომენტარებისთვის, ახლა ხშირად ვერ ვიცლი, მაგრამ ძირითადად სულ კარგი შეფასებებია ხოლმე და წინა გადაცემაში მიმართვაც გავაკეთე, ალბათ შეგხვდებოდა, რომ ტროლ ბოტები რაღაცებს ცდილობენ რომ აურიონ, მაგრამ ხალხსაც ვუთხარი, ვურჩიე სანამ გადაცემაში ვიტყოდი მაგას ბატონ დავით ჭაბუკაშვილთანაც მქონდა მაგას საუბარი, რომ ამათმა ვერ უნდა აგვირიონ საქმე. რეალურ ადამიანებს, რეალურ პიროვნებებს ყველას მოსწონთ ქართული იდეა, ქართული საქმე და მე არ მეგულება საქართველოში პატრიოტი ადამიანი, რომელსაც ქართული კარგი საქმე არ მოსწონდეს. ეს არაბუნებრივია. თუ უყურებ ჩვენს გადაცემებს გიორგი, იმასაც შეამჩნევდი, რომ ჩვენ ესეთი შინაურული საუბრები გვაქვს ხოლმე, იმიტომ რომ ეს ლოზუნგების ენით საუბარი და რაღაცა არ მგონია კარგი. ჯობია შინაურულად და ადამიანურად ვესაუბროთ ჩვენს მაყურებელს. როგორ ხედავ ახალგაზრდების როლს დღევანდელ ჩვენ საზოგადოებაში, რამდენად ჩართულები არიან ახალგაზრდები კულტურულ, სპორტულ, სოციალურ საკითხებში, ამბებში? ალბათ, ახლა ჩემი ჯგუფის წევრებიც მიყურებენ, ჩვენ პოეტური კვინტეტი გვაქვს, გორის სარდაფელები, 5 წევრი. გაერთიანება გაქვს შექმნილი? ჩვენთვის ერთად ვაწყობთ ხოლმე ლიტერატურულ საღამოებს, ერთად დავდივართ ყველგან და ასე შემდეგ, ოფიციალური არაფერი, არც სტუდია გვაქვს, არც სარდაფი, არც ახლა უნივერსიტეტის შესასვლელში თუ შევხვდებთ ერთმანეთს, მაგრამ ასეა, ერთმანეთის სახლები ჩვენ თვითონ ვართ და ჩვენი დამოკიდებულებები. ჩვენს გარშემოც ძალიან ბევრი ადამიანია ახალგაზრდა, რომელსაც მოწონს, რომელიც იგივე საკეთებს. საკმაოდ ბევრი ნაცნობი გვყავს, ვინც ფიქრობ, რომ მომავალში ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს. ძალიან კარგი და აქვე გვინდა შეგიპიროთ, რომ მოვიყვანოთ ყველანი, დავსვათ და ვისაუბროთ, თუ მოხერხდება. ახლა წინაზეც ვთქვი, რომ
კი 4-5 კაცის შეიძლება, მაგრამ დავეტევით გადაცემა. როდი ფეხზე დავდგებით. არა, დავეტევით და კარგად გამოგვივა. ჩვენ გვინდოდა დებატების და მაგასაც გავაკეთებთ, როცა დრო იქნება. უბრალოდ მოდებატე მხარეები ვერ შევათანხმეთ ერთმანეთს და არა უშავს ეგ დებატებიც იქნება და ძალიან ვითარდება ჩვენი გადაცემა აგერ მაყურებელიც ალბათ უყურებს და ატყობს ამ ყველაფერს რომ ნენელა ვითარდებით მე საერთოდ არანაირი გამოცდილება არ მქონდა როცა ასეთი საპასუხისმგებლო მისია დამავალეს მაგრამ ნენელა მეც ვითარდები ჩვენც ვითარდებით ყველა ერთად და წინსვლა არის რაც თავარია ნიჭი ზამეკო ნიჭი galaktion-მა ბრძანა ნიჭი გასაგებია, მაგრამ მე ვთვლი რომ ნიჭთან ერთად შრომაც საჭიროა, თორემ ცარიელი ნიჭი ისე galaktion-ს მოვიშველებ, მაშინ იმდენი ნამუშევარი რითმა აქვს. იმდენი შედევრი შექმნა. ცხადია. შენი აზრით რომელია საქართველოში შენი საყვარელი ლექსი რომელია? რომელს ვთვლი რომ საუკეთესო ლექსია? ჩემი სუბიექტური აზრით, რაც შეიძლება ობიექტურობასთან არ იყოს დიდად დაშორებული, თუ ავიღებთ ამ ლექსის თავისებურებებს, მრავალმხრივობას, შეგვიძლია რამდენიმენაირად წავიკითხოთ, შეგვიძლია იქ იმდენი მარგალიტი ამოვიღოთ, ლურჯად ცხენები საუკეთესოა. ვის მოწონს, ვის არა, სხვა საკითხია, თუმცა რომ არ მოგწონდეს, ალბათ მაინც ეგ დამოკიდებულება galaktion-ის ლურჯად ცხენები. ჩემი საყვარელი ლექსი არის არ დაგიმალავ ნიკოლოზ ბარათაშვილის მერანი. საოცარ სიტყვებს ამბობს ბარათაშვილი და სამწუხაროდ ის ახალგაზრდულ ასაკში გარდაიცვალა, თორემ კიდევ რამტინის დაწერა შეეძლო. მაგრამ რაც დაწერა და დაგვიტოვა, ფანტასტიკურია. ქართლის ცხოვრება და არიან ადამიანები ბოდიში შეგაწყვეტინე, რომლებიც არ არის ამოწურავენ ხოლმე საკუთარ თავს. აი მაგალითად, აქვს ძალიან მაგარი პოტენციალი, წერენ საკმაოდ კარგად და უცბად მივაპირობთ 20 წლამდე და ვეღარ წერს. იმ ხარისხს ვეღარ წერს. აი მაგალითად, გენიალური პოეტი ყავდათ არტურ რემბო ფრანგებს. არტურ რემბო? კი. ხო, მე მარტო მაგ რემბოს ვიცი. ყოველ რემბოზე წახვედი, რემბო არ ვიცი. ძალიან მაგარი 21 წლის იყო, როცა ბოლო ლექსი დაწერა. და შემდეგ ვეღარ დაწერა. ის ხო საკმაოდ დიდი ხანი. შემდეგ წავიდა საფრანგეთიდან თვარცლები შვეიცარიაში და იქ ვაჭრობა გააგრძელა სხვა გზა ნახა. აი ბარათაშვილი თვარცლები 27-ის იყო თუ 28-ის როცა 28 წლის იყო. დაკტოვა დედამიწიდან და ჩემი აზრით ამ კაცს კიდევ ჰქონდა ეს პოტენციალი რომ უფრო მაგრად დაეწერა. და ამიტომ უფრო დიდ შეფასებას საჭიროა სხვა მეცნიერებს. სამწუხაროდ აუხდა ის სიტყვები, რომლებიც მერანში დაწერა. ნუ დავიმარხო ჩემსა მამუქში, ჩემსა წინაპარს საფლავებს შორის, ნუ დამიტიროს. აუხდა სამწუხაროდ. საზღვარგარეთის პოეტების შემოქმედებას თუ იცნობ? აი მაგალითად ფრანგებს ყავდათ ძალიან ძლიერი პოეტები. იმდენად კარგი. ჯერ მარტო შარლ ბოდლერი რა ღირს, რუსებსაც ძალიან ძლიერი პოეტები ყავდათ. ხო, ჩემთვის არ აქვს ლიტერატურას ეროვნება, იმიტომ რომ ესა თუ ის ქვეყანა რამდენად გვიყურს ჩვენ არ ყავს ჩემი აზრით მეგობარი ქვეყანა. ნუ ბოდიში გადავხვიე. არა, არ არის პრობლემა. შეუძლებელია შენ არ მოგწონდეს პუშკინი, თუნდაც პროზაში დოსტოევსკი არ მოგწონდეს, როგორ შეიძლება? ჩვენ გქონდა დოსტოევსკი მოგგვასნა ერთადერთი. ხო, მომწონს ყველაზე მეტად მაინც ფრანგულს ვკითხულობ ხოლმე. ყველაზე მეტად რემბო მომწონს მე. ვერლენიც საკმაოდ ძლიერი პოეტია და ბოდლერი ყველაზე ცნობილია ალბათ. ასევე ახლა მინდა რომ რობერტ ბერნსის შემოქმედებას გავეცნო. რამდენიმე ლექსი შემოქმედა და ძალიან მომეწონა. შოტლანდიელი პოეტი იყო. ესპანელებს ფედერიკო გარსია ლორკა ყავთ. ტერენტის პროტოტიპი იყო ფაქტობრივად ისიც ებრძოდა ის ფრანკოს რეჟიმს ებრძოდა არტურ რემბო ფედერიკო გარსია ლორკა და 38 წლის ასაკში დახვრიტეს. საერთოდ მისი ლექსები აკრძალული იყო და მე მეგობრებმა გადაწერეს რამდენადაც ვიცი ერთ-ერთ გადაცემაში მოვისმინე. მეზობლებმა გადაწერეს და რამდენიმე წლის შემდეგ ნახა მზის სინათლე მისმა ლექსებმა. და მე სულ თავი დავანებოთ ხოლმე
იმ პოეტურ სიძლიერეს ადამიანის პიროვნებას დიდ მნიშვნელობას იძენს ხოლმე. შესაბამისად, როგორც ტერენდის უკავია ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი ადგილი, ასევე ძალიან დიდი ადგილი უკავია ლორკას ესპანურ პოეზიას. სამწუხაროდ პოეტები თითქოს ახალგაზრდულ ასაკში წავიდნენ ამ ქვეყნიდან. მე აუცილებლად უნდა გამოვყო, ჩემი ერთი საყვარელი პოეტის შესახებ უკვე ვისაუბრე, ბარათაშვილი ახალგაზრდულ ასაკში, რომელიც გარდაიცვალა და მიხა ხელაშვილის შემოქმედება თუ გაგიგია. ცოტა მეწყინა ეს კითხვა. მასაც არ დასწალდა, ეს იყო მებრძოლი კაცი ახალგაზრდულ ასაკში. ოფიციალური ინფორმაცია, ოფიციალური მონაცემები როგორც არის 25 წლის ასაკში, 25 იანვარს, 25 წელში დაიღუპა, ღალატით, როგორც ხდება ხოლმე, ჩვენი სენი არის ეგ სამწუხაროდ ღალატი. კინაღამ დამავიწყდა ჩვენი მაყურებლისათვის, უნდა მეთქვა, რომ ქართველთა დიდ გაერთიანებას სულ მალე ექნება ოფიციალური გვერდი, YouTube არხი, Instagram გვერდი. ჩვენ შემოგვიერთდა რამდენიმე ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა, რომლებსაც შეგვიძლია ვანდოთ ეს საქმე და ვფიქრობ არის დრო, რომ ოფიციალური გვერდი გქონდეს, იყო ვფიქრობ აქამდეც უნდა გქონოდა, მაგრამ იყო რიგი პრობლემები, 1000 საქმე, მაგრამ ახლა უკვე დრო არის და ძალიან მალე გვექნება ოფიციალური გვერდი და თქვენი ზღა დაგრჩენიათ, როცა შევქმნით, აუცილებლად გაცნობებთ ამის შესახებ და სრულისამებრ გამოიწეროთ. იქიდან განხორციელდება ხოლმე პირდაპირ ეთერები, სხვადასხვა გადაცემები იქნება, სიუჟეტები, ფოტო, ვიდეო, სურათები, აქციებს, როცა ჩავატარებთ, იმ გვერდიდან გავალთ, მოკლედ, ბევრი გეგმებია და მაქვს პატივი, რომ მე გითხრათ ამ ყველაფრის შესახებ. რა თქმა უნდა, კარგი ამბავია, მოსალოცი ამბავია. და აწი ჩვენ კიდევ უფრო და უფრო მეტნი ვიქნებით ქართული იდეისთვის, ქართველები და არა მხოლოდ ქართველები, ვისაც საქართველო უყვარს და ქართული მიწის შვილად თვლის თავს. გიორგი, ბოლო კითხვით გადმოვალ შენთან, თუმცა სასაუბრო იმდენია, რომ შეიძლება მომავალში კიდევ ერთხელაც მოგიწვიოთ თუ სურვილი გექნება, რა თქმა უნდა. ძალიან კარგი. შენს მეგობრებსაც თუ დაპატიშებ გადაცემაში, სურვილისამებრ, რა თქმა უნდა, შეგიძლია რომ მოიყვანო. როგორ ხედავ ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას და როგორი იქნება მომავალი ლიტერატურის თვალსაზრისით კითხავ, იმიტომ გიორგის არ სურს პოლიტიკაზე საუბარი, მისი აზრით არ იცის და რაც არ იცის, იმაზე საუბარი არ მოსწონს. როგორ გესახება მომავალი ლიტერატურული თვალსაზრისით? არიან ახალგაზრდები, რომლებიც მომავალში თავის სიტყვას იტყვიან, გინდაც პოეზიაში, პროზაში და ასე შემდეგ. ზოგადად მე არ მომწონს დამოკიდებულება ადამიანებისა, რომ დღევანდელი თაობა წიგნს დაშორდა. ასე არ არის. ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც კითხულობს. თუ ადრე ყველა კითხულობდა, მაშინ სხვა ალტერნატივა არ იყო. ჩვენ შეგვიძლია ვიკითხოთ ტელეფონში, ვიკითხოთ პლანშეტში, წიგნში და ასე შემდეგ. ანუ ვისაც არ უნდა სხვა გზა მონახოს, ეს მათინება. რაც შეეხება მომავალს, მე იმედიანად ვუყურებ, იმიტომ რომ ბევრი ძალიან ნიჭიერი ადამიანია, ზოგი ჩემს თვალწინ იზრდება, ზოგის თვალწინ მე გავიზარდე და მათგან ბევრი ვისწავლე. და ისედაც არა აუცილებელი 17 წლის რო გახდები, მაშინ დაწერო ძალიან მაგარი ლექსი. გურმან ლებარიძე ჩვენი ძალიან დიდი პოეტი, ფაქტობრივად 25 წლის შემდეგ იწყებს დიდი ლექსების წერას. ანა კალანდაძეს კი დიდი ლექსები 20-22 წლის ასაკში ჰქონდა დაწერილი. შესაბამისად, ეგ ყველაფერი ადამიანზეა დამოკიდებული და იმაზე, როდის როგორ შეიცნობს სამყაროს. პოეზიას სამყაროს შეცნობა უპირველეს ყოვლისა და მერე დანარჩენიც. აი მაგაშიც არ შემიძლია არ ჩაგეძიო.
ჩაგეკითხო რომ რატომ ფიქრობს უფროსი თაობა რომ დღევანდელი ქართველი ახალგაზრდობა წიგნს დაშორდა რა აძლევს ამის ფიქრის შენი აზრით ალბათ უფრო ტექნოლოგიების განვითარება ის რომ მათ დროს რაღაც არ არსებობდა ზოგადად ჩვენს ქვეყანაში როგორც მე ვხედავ არა მხოლოდ უფროს თაობას ჩვენთანაც რთულია რაღაც ახალის მიღება და ადრეს ასე იყო და ალბათ უფრო ეს და ჰიუგო ამბობს ადამიანს მოთმიდეშინია ყველაფრის რაც მას არ გავს რაც არ უნახავს რაც უცხოა თვალითის ალბათ უფრო ეს არის ჰიუგო დიდებული მწერალი იყო ფრანგებში ნუ საერთოდ ფრანგი მწერლების გამორჩევა ძალიან ძნელია მაგრამ ჰიუგოს თვითონ ფრანგებიც გამოარჩევენ და მეც გამოვარჩევდი იმიტომ რომ ძალიან დიდი კაცი იყო ჩვენს მე-20 საუკუნის პოეზიასაც ფრანგული ბერეტი ეხურა შეიძლება ბევრი რაღაც გადმოვიდა იქიდან და მით უმეტეს ცისფერყანწელები თუნდაც ცისფერყანწელების მიღმა გალაქტიონი ბოდლერსაც რამდენიმე აი ეგ უნდა მეთქვა ზუსტად რომ ბოდლერზე იყო შეყვარებული გალაქტიონი ამბობს ვერლენი კარგია ბოდლერი კარგია რემბო უკეთესია მე გამიგია მაგრამ რომელი საათიაში ხო ახსენებს ბოდლერს ასე იძლეოდა იყო შარლ ბოდლერი მწარე და ძვირფასი ასე იძლეოდა პასუხ შეკითხვაზე რომელი საათია რაც შეეხება დღევანდელობას ჩემს კითხვაზე მიპასუხე მაგრამ როგორ მაყურებელს მეც მინდა ჩემი აზრი ვუთხრა რამოდენიმე დღის წინ ჩავწერე ვიდეო მაგაზე ჩემს სოციალურ ქსელში განვათავსე მადევნებ თვალს შევხვდა უყურე რომ თავარია ცოდნა მივიღოთ წავიკითხოთ წიგნები რაც შეიძლება მეტი და თუ როგორ წავიკითხავთ ამ წიგნებს აქვს გარკვეული მნიშვნელობა მაგრამ დღევანდელ დროში ჩვენ უკვე შეგვიძლია კომპიუტერში ვიკითხოთ შეგვიძლია პლანშეტში ტელეფონში ჩვეულებრივად ისე წიგნი ან ფურც ჩვეულებრივი წიგნიდან აგრეთვე არსებობს როგორც ქართულ ისე უცხოურ ენებზე აუდიო წიგნები და ბოლოს საქმის რაღაც ჩვეულებრივი რუტინული საქმის კეთების დროს შეგვიძლია იმას მოусმინოთ. მოკლედ ვიკითხოთ ბევრი კითხვა გონებას ანვითარებს, გონების განვითარება და გონების გახსნა კი ძალიან გჭირდება. მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო გიორგი, რომ იყავი ჩვენი სტუმარი. მაყურებელს მინდა დიდი მადლობა გადაუხადო, რომ გვიყურებდნენ და თვალს გვადევნებდნენ. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით შემდეგ ხუთშაბათს, ტრადიციულად 7 საათზე, ხოლო 9 საათზე დღეს ბატონ დემურ გიორხელიძეს ექნება პირდაპირ ეთერი თავის გვერდზე და ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ მიადევნოთ თვალყური. მე დაგემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით, ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და ჩვენი სამშობლო.